მოგესალმებით, თავისუფლება საქართველოში ყველა სინდისის და პოლიტიკურ პატიმარს, თავისუფლება ალეკო ელისაშვილს, ჩემს მეგობარს, ჩემს თანამებრძოლს, საქართველოს პატრიოტკაც, მე მინდა სოლიდარობა გამოუხატო მის ოჯახს, მის არაჩვეულებრივ ვაჟკაც ბიჭებს, მადლობა მას, რომ ასეთი ქართველები და ასეთი ახალგაზრდები გაუზარდა სამშობლოს. მადლობა ყველაფერ იმისათვის, რაც მან გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ადამიანი, რომელიც იბრძოდა უკრაინაში, რომელიც ჩვენმა ოკუპანტმა რუსეთმა გაასამართლა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იმიტომ რომ ის ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოდა, იმიტომ რომ ის უკრაინასთან ერთად საქართველოს იცავდა. მე ახლა ვიმყოფები გურიაში და ძალიან კარგად მახსოვს 1 წლის წინ გურიის სტიქიის დროს, როგორ იყო ალეკო აქ ჩართული ყველაზე მძიმე სამუშაოებში ფიზიკურად შრომობდა იმისთვის, რომ ადამიანებს დახმარებოდა. ალეკო ნამდვილად არის სახალხო კაცი. სახალხო პოლიტიკოსი და ყოველთვის იქ იდგა ხოლმე, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ამ ქვეყანას. და დღეს ვხედავთ იმას, რომ ტერორისტად საბოლოოდ ბეჭედი დააშვა და გამოაცხადა სასამართლომ, მაგრამ ეს განაჩენი დღეს არ დაწერილა. მოსამართლე მე მგონი არის გელაშვილი. მას ეს დღეს უკაცრავად არ დაუწერია განაჩენი მაშინ დაიწერა რამდენიმე საათში მისი დაკავებიდან, როდესაც ძიებაში მყოფი საქმე სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების გამო უცებ გადაკვალიფიცირდა და გახდა ტერორიზმის მუხლი, მაშინ როდესაც არანაირი ფორმალური სამართლებრივი ნიშანებიც კი არ არსებობდა ამ დანაშაულისა. მაშინ როდესაც პაპუაშვილი გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე რო აწერია ტიტრად და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით პირდაპირ გამოაცხადა ალეკო ელისაშვილი ტერორისტად და 9 წელიწადზე მეტია ქართული ოცნების მოლაპარაკე თავები აი ამ ბინძური პროპაგანდის ტირაჟირებას ცდილობენ. გიორგი, თქვენი პარტიის იმისთვის რათა ჩირქი მოხცხონ მას ჩვენს პარტიას, ჩვენს კოალიციას. გიორგი, თქვენი კოალიციის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გამოხმაურებაც არის გავრცელებული ეხა სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრაძე, რომელიც წერს, რომ ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო, არ გამოვა ეს საქმე, ალეკო არ გატყდება, კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე, ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს და ვერაფერი მაქმევინებს. უარს ვიყო მებრძოლი კაცის კომაგი. გიორგი, აი რას ფიქრობ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? ჩვენ დღეს კობახიძის გამოხმაურებაც ნახეთ ამ საკითხზე, დარწმუნებული ვარ, იცნობთ ამ შეფასებას. ანუ ეს არის საქმე, რომელშიც თვალსაჩინოა პოლიტიკური მდგენელი. აი ამის არგუმენტები რა შეგიძლიათ რომ მოიყვანოთ საზოგადოებისთვის, იმის გათვალისწინებით, მათ შორის რა შეფასებებიც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვესმოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს ხომ ძალიან აშკარა არის. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, როგორი დაბოღმილი პატარა კაცები არიან, როგორი პატარა ადამიანები არიან. მათთვის არ არსებობს არც პოლიტიკოსის და პოლიტიკის სტანდარტი, მათთვის არ არსებობს სამართალი, მათთვის არსებობს თავიანთი ძალაუფლება, აი გამტკბარი რო აქვს ძალაუფლება, რომ ჩაიცვეს ეს სახელმწიფო, რომ მიიტაცეს ეს ძალაუფლება. ესეთი ხალხი არიან ქართულ ოცნებაში. ჩვენ ვიცით ხო, გვახსოვს ყველას ის ინციდენტი მდინარაძესთან და მისი გულში ჩადებული ბოღმა, ეს შურისძიება, ის რომ ისინი არიან რუსეთის დამქაშები და რუსეთს პირადად ალეკო ელისაშვილი ყავს აყვანილი რადარზე, ხო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მტერი, ადამიანი, რომელიც არამხოლოდ სამშობლოს ჯარისკაცია, არამედ მართლა სამხედროა და ჯარისკაცი არის, მოხალისე მართალია, მაგრამ რომელიც ცხელ ომში იბრძოდა პოლიტიკურ ომთან ერთად. აი ესეთი კაცი არის ალეკო ელისაშვილი და ის საქმე სამართლებრივად, მე იურისტი ვარ და თამამად შეიძლება ვთქვა, რაც არ უნდა იყოს კონკრეტული ქმედება, რადგან ისიც შეიძლება თავად საუბრობდა. სამართლებრივი კვალიფიკაცია არის ამის ძალიან აშკარა და ნათელი, არანაირი ნიშანი იმისა სამართლებრივი შემადგენელი ნაწილი კონკრეტული აი მუხლისა, ტერორიზმისა არ არსებობს და ყველანაირი გაგებით, ყველანაირი სტანდარტით, მათ შორის საერთაშორისო და გაეროს სამართლებრივი განმარტებით ალეკო ელისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, მაგრამ მათგან განსხვავებით ალეკო ელისაშვილი არის კაცი, ვაჟკაცი კაცი, სიმართლის მტკბელი კაცი, პირდაპირ შეიძლება მას ახასიათებს თავისებურებები, ხო, თავისი გამოხატულებები და თავისი ბრძოლის ფორმა და ხერხი აქვს, რომელიც მან აირჩია, მაგრამ
ძალიან ცდებიან თუ გგონიათ რომ ალეკო ელისაშვილს გატეხე. მე ვიცი ის როგორ ცხოვრობს ახლა პატიმრობაში, ივანიშვილის ტყვეობაში, მე მასთან შევსულ ვარ საპატიმროში და ვიცი როგორი გაუტეხელი ადამიანი არის. ვერანაირი 13 წელი, ვერანაირი სასჯელი მას ვერ შეაშინებს, ვერც მის პოლიტიკურ ბრძოლას გატეხს, ვერც ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლას გასტეხს. იმიტომ რომ ის არის მართალი კაცი, ის არის სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანი და ამ ბრძოლას ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე პოლიტიკურ ბრძოლას იქ სადაც ვართ გარეთ. იმიტომ რომ ეს ბრძოლა არის მართალი და ეს ბრძოლა არის რეჟიმის წინააღმდეგ. კარგი, გიორგი, ახსენე მე გამოხმაურებები ალეკოს საქმესთან დაკავშირებით, ახლა ასევე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია ასევე წერს სოციალურ ქსელში, აქვეყნებს პოსტს ალეკოსთან დაკავშირებით, რომ 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს, ჩემი აზრით მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ ქოცების მიერ მისი ტერორისტად შეერაცხვა გვაკომპლექსებს, წერს გვარამია, წისქვილის ქვა დაატრიალეს მის თავს და ამ ვითარებაში რომ წონასწორობა დაეკარგა, არაა გასაკვირი, რეჟიმის მსხვერპლია, იმსახურებს მხარდაჭერას ისიც და მისი ოჯახიც. ალეკო ვარ შენ გვერდით, არ იფიქრო რომ არ მახსოვხარ და არ გულშემატკივრობ. მალე თავისუფლებაზე, როგორც ვახსენე, ცხელია ეს გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა და პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით მათ შორის ავრცელებენ თავიანთ შეფასებებს ამ 13 წლიანი პატიმრობის გადაწყვეტილებაზე. აი შემდეგ რა იქნება, გიორგი, როგორ ფიქრობთ? აი მალე თავისუფლებაზე იქნება ირაკლი კუპრაძის პოსტი წავიკითხე ასევე ამონარიდი მისი პოსტიდან. ეს არის ერთ-ერთი საქმე, ანუ თქვენ ყოველთვის დიდ სურათზე საუბრობთ ხოლმე, ეს ალეკოს საქმესაც ერთ-ერთ ეპიზოდად განიხილავთ ამ პროცესში, მათ შორის იმ ქმედებების საპასუხოდ, რომელიც აქვს განზრახული ქართულ ოცნებას და ამ კონტექსტში დღეს ვნახეთ ჩვენ იგივე კობახიძის განცხადება, ხო? აი როგორ შეიძლება ვთქვათ განვითარდეს მოვლენები ოპონენტებთან მიმართებით. აი აქცია გარეთ სანქცია შიგნით აქციაზე იყო გამოხმაურება და ეს ცხადია შესაძლოა ყველას ეხებოდეს. არ გამოვყოფდი მხოლოდ ამ პოსტის ავტორს, რომელსაც მყისიერად ფაქტობრივად გამოეხმაურა კობახიძე. რა სიტყვით თქვენ? აი რა სურათზეა საუბარი და რაზე მიუთითებს ეს ამბავი ამ მხრივ? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ალეკო ელისაშვილი საერთო სოლიდარობას იმსახურებს, აქ არანაირი პარტიული პოლიტიკური გემოვნების საკითხი არ არის და არც შეიძლება იყოს. ალეკო ელისაშვილს 13 წლით პატიმრობაში უშვებენ, მაშინ, როდესაც დგებუაძე დააწინაურეს და ახლა გადმოიყვანეს იმ დიდი ბჭყალებში გმირული საქციელისთვის, ლოყა რომ გაუწითლდა ამ ლაჩრული საქციელის გულისთვის, ამ ხდალი საქციელის გულისთვის, სამარცხვინო საქციელის გულისთვის, რის გამოც ასევე ზის გმირი ჟურნალისტი ადამიანი, მედიის წარმომადგენელი, თქვენი კოლეგა მზია ამაღლობელი პატიმრობაში. მას 5 წელი მიუსაჯეს, ხო? სად არიან ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ აქციებზე, მათ შორის ასობით შემთხვევა რომ არის სიკვდილის პირამდე მიყვანის ადამიანების. მათ შორის ალეკო ელისაშვილი გახსოვთ, პირველი შურიზიება სწორედ მაშინ იყო. პირდაპირ ასახელებს, სახელებს და გვარებს იმ ადამიანების, ვინც მასზე იძალადა და სასტიკად გაუსწორდნენ. სად არიან ის ადამიანები? 5 სპეცრაზმელი რომ დააკავეს მარტო და შემთხვევით გორში რო არ გადაეღოთ ის კადრები, იმ ადამიანებსაც არ მისცემდნენ პასუხისგებაში. უტიფრად რომ საუბრობენ ამ ყველაფრის შესახებ, რომ თურმე ვერავის იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს. მაგრამ მეორე არის ის, რას აცხადებს ქართული ოცნება, მათი ბაქიბუქის არავის ეშინია, იმიტომ რომ ქართველი ხალხის ბრძოლა არის აბსოლუტურად გამართლებული და ლეგიტიმური. დიახ, საპროტესტო აქციები ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მშვიდობიანი და კონსტიტუციური აქციები და ის უნდა გაგრძელდეს. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს სხვა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საერთოდ არარსებულ დანაშაულზე, არარსებულ ქმედებაზე, არარსებული მტკიცებულებებით და თეთრი ძაფით შეკერილი საქმე. მიუხედავად იმისა, რამდენი არ უნდა იბაქიბუქონ პარტიების აკრძალვაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას, ჩვენი დღის წესრიგი არის უცვლელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს არჩევნების გზით და ის ბრძოლა გაშლილი არის როგორც ქუჩაში მშვიდობიან პროტესტში, ასე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში და ქართველი ხალხის სათქმელის მიტანაში და იქ სადაც მაგალითად ახლა მე ვიმყოფები ჩემს თანამებრძოლებთან, ოთო ფარულავასთან, ირაკლი კუპრაძესთან, ვატო სურგულაძესთან ერთად დავდივართ ადამიანებთან,
როგორც თბილისში, დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ახლა ვიმყოფებით მაგალითად ჩოხატაურში და ადამიანებს ვესაუბრებით ყველაფერზე, მათ შორის და პირველ რიგში იმაზე, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ, რაც მათ ყველაზე მეტად ტკივათ. ის რომ რაღაცა გეოპოლიტიკური ძვრები არის რეგიონში, დიახ, ეს მნიშვნელოვანია. ის რომ საქართველოს ქართულმა ოცნებამ მოაქცია იზოლაციაში, დაკტოვა რუსეთის და ირანის და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შანსის პირისპირ. ის რომ ევროკავშირთან ყველანაირი ხიდები დაწვეს და პაპუაშვილი რომ წავიდა და სერბეთიდანაც რომ ევროკავშირს ლანძღავდა. მაშინ როდესაც რუსეთზე საერთოდ ხმა არ ამოუღია. ცოცა ოკუპაციაზე ხმა არ ამოუღია და ორი ოსეთის დოქტრინა გააჩინა ახლა რუსეთმა თავისი ჰიბრიდული ომის ფარგლებში და ჩემი კოლეგები გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი იყვნენ ის ხალხი, ვინც ალდეს მაგალითად რეზოლუციაში ჩააწერინა ეს საკითხი, ისევე როგორც ვიზა ლიბერალიზაცია რომ არ შეუჩერდეს ჩვენს თანამოქალაქეებს, რაც ისევ ქართული ოცნების ბრალეულობით უკაცრავად მოხდა, ხო? მე მოგახსენებთ რომ ალდეში 18 ქვეყანა არის, 18 ქვეყნის მმართველი პარტია არის ამ პოლიტიკური ოჯახის წევრი. მათ საკეთებელ საქმეს ვაკეთებთ ჩვენ, მაგრამ რეალურად ეს პრობლემები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აი ახლა სადაც მე ვიმყოფები, ხო, ჩოხატაურში მუნიციპალიტეტში, სადაც 17000 ადამიანი არის დარჩენილი. თქვენ გესმით, გურიის ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია და ამ 17000-დან გამოიცანით რამდენი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი? 12000 ადამიანი 17000-დან. გავერანებული არის, გაჩანაგებული არის. მთელი ეს მხარე, ერთ დროს ყველაზე დიდარი მხარე გურიის რეგიონი დღეს არის ყველაზე გაღატაკებული ადამიანებისგან დაცლილი, სადაც ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული. ახლა ვიმყოფებოდით სოფელ ზოთში მაგალითად, რომელიც არის სიდიდით ყველაზე მეორე სოფელი მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის იქ. შეშა არ აქვთ ადამიანებს რომ გათბდნენ და აქ დარჩენა და აქ დამაგრება არის გმირობის ტოლფასი დღევანდელ დღეს. მე ვესაუბრებოდი ადამიანებს თავიანთ პრობლემებზე და მათ განწყობებზე, მათ შორის, მათ ძალიან კარგად იციან, რას უქადის მათ ქართული ოცნება. ის რომ ამ ქვეყანაში არც სამართალია უკაცრავად. კი ბატონო. არც სამუშაო ადგილები არის, არც ეკონომიკის არანაირი სტიმულირება არ მიმდინარეობს, არანაირი ინვესტიციები რო არ არის. ვისი ბრალი არის ქართული ოცნების და ეს ძალიან კარგად უწყიან ამ ადამიანებმა, ვინც აქ ცხოვრობენ, ძალიან კარგად ხედავენ. ქართულ ოცნებას ურჩევნია რომ აი აქ იყოს 80% სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი რომ მე არჩევნებზე სათითაოდ დაუკაკუნოს კარზე და მიაკითხოს და მე 41-ის შემოხაზვა დაავალოს. ხშირ შემთხვევაში მათ ეს გამოსულიათ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის ახლა რომ ყველასთან მივიდეთ და უთხრათ რომ ნუ შეეშინდებათ ორი ფაქტორის, შიშის და ნიჰილიზმის გადატეხვა. არის ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანა.